მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს გამოვიდა სიტყვით გაეროს ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მან თავის სიტყვაში ის აქცენტები მომოიშველა, რომელზეც პრინციპში ქვეყანაში კეთდება გარკვეული ხაზგასმა და ამ გამოსვლასთან დაკავშირებით დღეს იყო საუბრები ქართულ მედიაში და მინდა შემოგთავაზოთ ამ გამოსვლის ფრაგმენტები. მე წარმოვადგენ 3000-ლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, სოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის აკვანს და მამაც ქართველ ერს, რომელიც სიამაყით და ღირსებით ახსავსია. ქვეყანას, რომელსაც სოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია. საქართველოს ისტორია, ეს არის დამპყრობლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის თვითგადარჩენისთვის ბრძოლის უწყვეტი ქრონიკები, რის შედეგადაც ჩვენ სასწაულებრივად შევძელით ჩვენი კულტურული თვითყოფადობის, ტრადიციების და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება. საუკუნეების მანძილზე დამპყრობლებთან უწყვეტი ომიანობის მიუხედავად საქართველოში არსებული კულტურული გარემო ყოველთვის გამოირჩეოდა უცხოსადმი განსაკუთრებული შემწყნარებლობით, ჰუმანიზმითა და მოყვასით სიყვარულით. ტოლერანტობა, უცხოს მიმღებლობა, მათთან ერთად ჰარმონიული თარაარსებობა და მრავალფეროვნება ჩვენი უძველესი კულტურის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც ბრწყინვალე და აღბეჭდილი ქართულ პოლიფონიაში, ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ყველასათვის კარგად ცნობილ ქართულ ეპოსში შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსანში. საქართველო ის ადგილია, სადაც ისტორიის მანძილზე ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით არასოდეს მომხდარა არც ერთი ადამიანის ჩაგვრა ან მისი დევნა. პირიქით, ჩვენ ყოველთვის გამოგვარჩევდა სამართლიანობის მძაფრი განცდა. მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა. ხალხს, რომელიც უფრთხილდება თავის მდიდარ ისტორიას და ტრადიციებს, მაგრამ ამავდროულად თვალს უსწორებს და უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტისა და უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების პირობებში, როგორიცაა მიმდინარე კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, იდეოლოგიური პოლარიზაცია, კულტურული გაუცხოება, ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისები, საქართველო მტკიცედ დგას დიალოგის, მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების სადარაჯოზე. ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი. უკვე მე-4 წელია, რაც უკრაინაში საშინელი სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. 2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის იარები დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკვე გვესმის ის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის. დღესაც, როგორც უწინ, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერას გამოხატავს. იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობის მნიშვნელობას სიღრმისეულად ვაცნობიერებთ. საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში და ცდილობს ის კონფლიქტების რეგიონის ნაცვლად ცივილიზაციათა დიალოგისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცე დაქციოს. მივესალმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ისევე როგორც მის ძალისხმევას მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და აქტიურად იღვწოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, ისევე როგორც მეზობლებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყანა ცივილიზაცია და გზაჯვარედინსა და განსხვავებულ კულტურათა დიალოგის სივრცეს წარმოადგენდა. დღეს საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას. სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები, ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები და შუა დერეფანში საქართველოს საკვანძო პოზიცია ჩვენი ქვეყნის როლს როგორც რეგიონში, ასევე ევრაზიის კონტინენტზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. საქართველო
უმოკლესი დამაკავშირებელი გზა და ბუნებრივი ხიდია ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით საქართველოს მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, როგორც ვაჭრობის, ასევე ენერგოტრანზიტის მიმართულებით. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შუა დერეფნის სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და სტაბილურ გამაკავშირებელ მარშრუტად იქცეს. ჩვენ აქტიურად მუშაობთ საერთაშორისო ინვესტორებთან, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და ხელს ვუწყობთ ახალი ენერგოსატრანზიტო გზების ჩამოყალიბებას. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში აზიური და ევროპული ბაზრის დაკავშირებადობის ხარისხს ზრდის. შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში საქართველომ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები წამოიწყო, რომლებიც სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირების მოცულობისა და ინტენსივობის გაზრდას ემსახურება. მათ შორის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტებზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნული პროექტები ერთი მხრივ შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნების დანარჩენ მსოფლიოსთან საზღვაო კავშირს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციას, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების უსაფრთხოებას. შუა დერეფნის განვითარებისა და ორი უდიდესი ბაზრის, აზიისა და ევროპის დაკავშირებადობის გაუმჯობესების მიზნით უკვე მერვე წელია, რაც საქართველოს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს მასპინძლობს. ეს არის საერთაშორისო დიალოგისა და ახალი შესაძლებლობების პლატფორმა, რომელსაც 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება. ჩვენი ამოცანაა კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განავითაროთ ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი. საქართველოს გაეროს დეკლარაციის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული და პასუხისმგებლობით აღსავსე წევრია, რაც იმითაც დასტურდება, თუ რამხელა ძალისხმევა გაიღო საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ხელისუფლების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა, რითაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. გასულ წლებში უამრავი გამოწვევის მიუხედავად საქართველოს გარე შოკების მიმართ შთამბეჭდავი მედეგობა გამოავლინა. საქართველოს განვითარების პოზიტიური დინამიკა ასახულია და დასტურდება მსოფლიოს ავტორიტეტული ორგანიზაციების საერთაშორისო რეიტინგებით და პარამეტრებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ გვაკისრია მისია, რომ ჩვენმა შვილებმა უფრო ძლიერ, ღირსეულ საქართველოში და მშვიდობიან მსოფლიოში იცხოვრონ. ახლა კი მინდა მივმართო საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს ყოფ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთად ვწერდით საქართველოს ისტორიას, რომელიც სავსეა ჩვენი წინაპრების გმირობებით, საერთო ბრძოლით, ჩვენი ერის თვითგადარჩენისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ჩვენ არასდროს ყოფილვართ დიდი იმპერია, რომელიც სხვებს საკუთარ წესებს თავს მოახვევდა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ქვეყანა, რომელიც ამაყობდა საკუთარი მრავალფეროვნებით. საქართველო არის ადგილი, სადაც ცივილიზაციები საუკუნეების მანძილზე ხვდებოდნენ, ერწყმოდნენ და აბალანსებდნენ ერთმანეთს. ჩვენი კულტურა კი ამ რთული და მუდმივი სინთეზის პირმშუა. ჩემო, აფხაზო და ოსო, ძმებო და დებო. ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა. ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა. ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულით და გაშლილი ხელით შეგხვდებით. ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები
წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულ სულგრძელმა ხალხმა წარსულს მივაბაროთ. მე მწამს, ერთ დღესაც ჩვენ შვილებთან ერთად, ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში ვიცხოვრეთ, სადაც ჩვენს ჰარმონიულ თანაცხოვრებას ხელს ვერაფერი შეუშლის. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. საქართველო ისევე როგორც მთელი მსოფლიო თანამედროვე ისტორიის საკვანძო მომენტს გადის. ჩვენ ცხოვრობთ გარდამავალ ეპოქაში, სადაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია თუ როგორი იქნება მომავალი საერთაშორისო წესრიგი. გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე. საქართველო როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი წევრი მზადაა ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გახდეს ომის გარდაუვალი ალტერნატივა და მშვიდობის მთავარი გარანტორი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვავთ და ღია ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონალური მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა ქვეყანასთან. არსებული რეალობა ჩვენგან მოითხოვს, რომ რთულ საკითხებს თვალი გაუსწოროთ და დავიწყოთ ღია, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი. ვფიქრობ, მხოლოდ ასე შევძლებთ გლობალური გამოწვევების დაძლევას და ახალი შესაძლებლობების გახდას ჩვენი ქვეყნების, ხალხების და მომავალი თაობების სასარგებლოდ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ღმერთი ფარავდეს კაცობრიობას. დიდი მადლობა. ჩვენ ვხედავთ, რომ გაეროში გამოსვლის შემდგომ საქართველოს მიმართ ინტერესი დღითი დღე უფრო იზრდება, მით უმეტეს არჩევნები მოდის, 4 ოქტომბერი ახლოვდება. გუშინ დაბარებული იყო გერმანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მას გამოეცხადა მკაცრი საყვედური იმ განცხადებების გამო, რომელიც კეთდებოდა, მაგრამ ეს მისთვის არ არის რაღაც გარკვეული რაღაცნაირად შენიშვნა და სასწავლებელი, რასაც ქვია, იმიტომ რომ ის აგრძელებს კვლავაც იმ განცხადებების კეთებას, რა განცხადებებითაც ის გამოირჩეოდა და როგორც შედიოდა, ისევ გამოვიდა და იგივე განცხადებები გააკეთა. მე არ გამოვრიცხავ, ჩვენ პრინციპში ამაზე გუშინავ თქვი, რომ აი ეს ელჩები, რომლებიც დღეს აი ესეთ განცხადებებს აკეთებენ, საფრანგეთის, გერმანიის თუ სხვა აი ეს ბალტიისპირა ქვეყნის ელჩები და პოლონეთის ელჩი და ასევე სხვა ქვეყნების ელჩებიც, ეხლა ძალიან ბევრია ჩაბოლა თვალი, 26 ქვეყანაა, რომელიც გამოირჩევა ამ მიმართულებით. ჩვენ ვიხილოთ რუსთაველზე, აი იმ აქციაზე, რომელიც გაიმართება ნაცმოძრაობის და მათი სატელიტების მხარდამხარ, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ერთხელ უკვე აქციაზე ნაციონალების იდგნენ ბალტიისპირა ქვეყნების და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ვიხილეთ ეს სურათი და სავსებით გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ იგივე სურათი ვიხილოთ უკვე ელჩების უკვე მონაწილეობით. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად, ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი იქნება პოლიტიკური გაერთიანება სახალხო ხელისუფლების ხელმძღვანელი თავმჯდომარე ბატონი ლევან მამალაძე, რომელთანაც ჩვენ დავიწყებთ საუბარს მიმდინარე პროცესების ანალიზით. მოგესალმებით ბატონო ლევან. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუდიას, ტელემაყურებლებს და მსმენელებს. აი, თქვენ რა განცდები გაგაჩნიათ და როგორ უყურებთ იმ პროცესებს, როდესაც ვხედავთ, რომ აი ახლა ძალიან აქტიურად ერთვებიან. პრინციპში ახლა გასაკვირიც არ არის, აქამდეც ერთვებოდნენ, მაგრამ ეხლა ძალიან მძაფრად ერთვებიან უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები ქვეყნის საშინაო საქმეებში და გერმანიის საელჩო და გერმანია ეხლა არ არის ხელსამოსაკრავი. ხა ბალტიისპირა ქვეყნები არ ქმნიან ამის ევროპაში და მსოფლიოში, მაგრამ გერმანია არის ერთ-ერთი მძლავრი ევროპული ქვეყანა და მისი წარმომადგენელი ძალიან ხისტი პოზიციებით გამოირჩევა საქართველოს მიმართ. სხვათა შორის გერმანიაში დაინიშნა ახალი ელჩი საქართველოსდან ალეკო კარტოზია, ყოფილი განათლების მინისტრი. ბევრმა ეს რატომღაც შეაფასა რაღაცა შევარდნაძის კადრები ბრუნდებიან და ვიღაცებს დაავიწყდა ეხლა რომ იგივე ბარამიძე, იგივე სააკაშვილი, იგივე
მაგალითად გოგორიშვილი და სხვაები კიდევ უამრავი ესენი ყველა შევარდნაძის ხელისუფლებაში იყვნენ. როცა უნდათ ეს შევარდნაძის ხელისუფლება არის მოსწონი თუ არა აღსანიშნავი, როცა უნდათ არა. მაგაზე ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ აი ამ განცხადებებზე ელჩების და მათ რა როლზე მომავალ აი ამ არჩევნებში თქვენ როგორ ხედავთ? აი რას უნდა ველოდოთ, რაიმე ველოდოთ თუ არა, რომ ისინი ბევრ პრობლემებს შექმნიან არჩევნების შემდგომ ქვეყნისთვის. კი, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში რაც პროცესები მიმდინარეობს, ამას აუცილებლად შეფასება უნდა მივცეთ, იმიტომ რომ არის ადგილობრივი საარჩევნო პროცესი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერებისა და საკრებულოს წევრების არჩევა 4 ოქტომბრისთვის და ამავე დღეს არის დაგეგმილი აქცია ესეთი სათაურით, მე რაღაც ვთვლიან ხოლმე, მშვიდობიანად დავამხოთ, ანუ მშვიდობიანი დამხობის აქცია. ესე დაარქვეს. შეცვალეს დაარქვეს ეს სიყვარულით ჩარეცხვის და ანუ როგორი თემები ეცი რაც სააკაშვილმა 2003 წელს ქართულ საზოგადოებას თავს მოახვია, ეს სააკაშვილის ფრაზეოლოგიის გამოყენება ხდება ეხლაც. ანუ ფაქტიურად რაც 2003 წელს მოხდა გადატრიალება, მსგავსი რაღაც შინაარსი თუნდაც ეს ვთქვათ შენიღო, მოდი ესე დავვთქვათ. ეხლა რა შეიძლება აქ მოხდეს? მოდით ეს გამიხილოთ და მე სხვა საკითხებზე გადავიდეთ იგივე ელჩების თემას, რომელიც თქვენ დააკეთეთ. ესე იგი ჩვენ თუ შევხედავთ, მე არც ერთ შემთხვევაში პიროვნულ შეფასებებს არ მივცემ მონაწილე პირები ვინ არიან, ვინ რას იძახის. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, მე როგორც პოლიტექნოლოგი უნდა უთხრა საზოგადოებას, რას უნდა მიაქციონ ყურადღება. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გამოდის, ვინ არ გამოდის, ზოგი უშვერი სიტყვებით იგინება, ზოგი პოლიციასთან ჩხუბობს, პოლიცია ვთქვათ მერე მათ ურთქავს, აკავებენ და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი ესე მოვლენად იქცა ჩვენთან, რაც იგივე დასავლეთში ხდებოდა ჩვენთვის მიუღებელი იყო, აი უყურებთ ჩვენ ხო რაც საფრანგეთში ხდება, ამერიკაში, ბერლინში და ასე შემდეგ, იგივე ხდება ჩვენთანაც უფრო შეიძლება მსუბუქი ფორმებიცაც კი. ეს ვთქვათ ეს ტრენდი, რომელიც გადმოტანილი იქნა საქართველოში, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი თემა, მნიშვნელოვანი არის რა არის დაგეგმილი, რა სცენარი აქვს მომზადებული. თან დააკვირდით, როგორი დარწმუნებით ხდება გაცხადება, რომ ჩვენ 4-ში დავამთავრებთ, ჩამოვშლით ხელისუფლებას, ეს იქნება მშვიდობიანი დამხობა და 5-ში გავიღვიძებთ სხვა ქვეყანაში. მე თუ არ ვცდები, ციტირებ კიდევაც, აი ბევრი მათი ლიდერები გამოდიან და აი ესეთ ფრაზეოლოგიას ხმარობენ. რეალური სცენარი რაში მდგომარეობს? 4-ში არანაირი გადატრიალება არ მოხდება, დამხობაც ვერ მოხდება, მაგრამ რა პროცესს ქმნიან და რა სცენარი არის გაწერილი. ამის დატვირთვა თუ კი დააკვირდებით ლიდერების გამოსვლაში იქვე ჩანს. მათ რა გააკეთეს და როგორც განაცხადეს, დაარიგეს რაღაც მოსაწვევები. და ამ მოსაწვევებში 2 მილიონი დავარიგეთ თუ იძახიან, ნუ რამდენი დაარიგეს რეალურად ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ციფრს რო აცხადებენ 2 მილიონს, ანუ ამბობენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო მათი მოსაწვევი. ანუ მოსაწვევი თუ მიიღო, მათ უნდა 4 რიცხვში ჩაატარონ საერთო სახალხო ყრილობა. ესე დაარქმევენ ამას, გამოვლენ იქ ზურაბიშვილი გამოვა, სხვა ლიდერები გამოვლენ და თუ კი ესე იგი სცენარს გავყვებით, მას ისინი კენს უყრიან, რომ არალეგიტიმურად გამოაცხადონ დღევანდელი ოცნების ხელისუფლება. ანუ მათ ჭირდებათ, რომ არალეგიტიმურობის თემა გაამძაფრონ. ანუ უყურეთ დააკვირდით როგორი მომენტია, ანუ 2 მილიონი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა იქ რამდენი მოვა. აი და მინდა მიაქციოთ ყურადღება. რა იქ შეიძლება მოვიდეს 10,000, 5,000, 50,000 მეტი ვთქვათ, ამას მნიშვნელობა, მთავარი მნიშვნელობა ამას არ აქვს. მთავარი არის, რომ გამოცხადდება, რომ 2 მილიონმა ადამიანმა უნდობლობა გამოუცხადა დღევანდელ ხელისუფლებას. ეს იქნება დაფიქსირებული, ამას კენჭსაც უყრიან, გამოაჩენენ როგორც საჭიროა, ანუ სიუჟეტები შეიქმნება და ამის შემდეგ გაკეთება ესეთი რამ დროებით რაღაცა ორგანოს აირჩევენ, გამოაცხადებენ პირებს, რომელიც ამ ორგანოში შევა და მათ დაავალებენ არჩევნების დანიშვნას, მათ დაავალებენ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას და შეხედავენ მერე რა რეაქცია მოყვება. არ არის გამორიცხული იქ სპეციალურად ისე გააკეთონ, შეტაკება მოხდეს, გაამძაფრონ სიტუაცია, ანუ სიუჟეტისთვის.
და ეს რატო კეთდება, იცით? შეკვეთა საქართველოში კი არ არის ამასთან დაკავშირებით. შეკვეთა არის საზღვარგარეთიდან. მათ რო არ ქონდეთ ხარდაჭერა უცხოეთიდან, ესეთ აი მტკიცებულებით ფორმაში, რომ ჩვენ მშვიდობიან დამხობას ვაკეთებთ და საქართველოს 5 რიცხვში გაიღვიძებს სხვა ქვეყანაში, ესეთ არწმუნებით ამას არ იტყვიან. ამიტომ ვინც არის შემკვეთი მას ჭირდებათ გამძაფრებული სურათის შექმნა, კიდევ ვიძახი რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენი 1000 ადამიანი თავს მოიყრის 4 რიცხვში. სურათი უნდა შეიქმნას და ამის შემდეგ დაგეგმილი არის რომ იგივე ევროპა, შეერთებული შტატები განახორციელებენ ძიმე სანქციებს საქართველოს მიმართებაში. არ არის გამორიცხული რომ ისევ დადგეს საკითხი ევროლიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, ანუ საქართველოს ევროპამ ვიზები დაუწესოს მთლიანობაში მთელ ხალხზე ვიძახი და არა გამორჩეულ პირებს. ამიტომ ეს თემის სცენარი კეთება იმისთვის რომ უფრო გამწვავდეს. ანუ ეს საკითხი საქართველოს მიმართებაში სანქციები, ზეწოლები, უსამართლო დამოკიდებულება და ასე შემდეგ იმდენად გაამწვავონ, აი ამ ფონზე, ამ სცენარის, ამ სიუჟეტის შექმნის შემდგომ, რომ უკვე ეს გავრცელდეს ფართო საზოგადოებაზე და ამით შემდგომ მათ მიეცეთ საფუძველი მოქმედებისა და ფართო საზოგადოების უკმაყოფილების გამოწვევისა. აი ეს არის შემდგომი ეტაპი, რაც უნდა მიიღონ, აი ვთქვათ, 4 რიცხვის აქციის შედეგად. ეხლა რამდენად განხორციელდება ეს, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ თუ კი ავიღებთ იმას, რამხელა თან ხატრიალებს, მე ამას წინათ კიდე სხვებსაც უთხარი, ძალიან ძნელია მიუხედავად იმისა, რომ მიღებულია ფარას კანონი ქვეყანაში, ეს აგენტურის გაკონტროლების კანონი მიღებული არის, რომ ფინანსები ამ არასამთავრობოებისა, რომლებიც უცხო ქვეყნის ფაქტიურად ღია აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ, რომ ქვეყანაში პრობლემა შექმნან, თქვათ იგივე მათი ლეგალიზაცია მოხდეს და მათი ფინანსების, თქვათ გადამოწმება და მონიტორინგი მოხდეს, ხო? მაგრამ ვერ ხერხდება, იმიტომ რომ იმდენად დახვეწილი არის ეს თანხების შემოდინების სისტემა, რომ ის იმ კონტროლის ჩარჩოებში ვერ ექცევა, კანონის გარეშე ხდება ეს. იგივე კრიპტოვალუტებისა და ამ საშუალებების გამოყენების თვალსაზრისით ძალიან ფაქტობრივად შეუძლებელია ეს პროცესი გააკონტროლო, შემთხვევით თუ არ წააწყდები. ეს პრობლემა, თან კიდევ თანხის საშუალება საკმაოდ მაღალია, თქვენ გახსოვთ შარშან ჯერ კიდევ ბორელმა გამოაცხადა თუ არ ვხდები 160 თუ 170 მილიონ ევროზე იყო ლაპარაკი, რომელიც სახელმწიფოს უნდა მიიღო და მათ თქვეს რომ აი სახელმწიფოს არ მივცემთ, მაგრამ მივცემთ ეხლა ამ ჩვენ NGO-ებს არასამთავრობოებს. აი ეს ბრძოლა გრძელდება, საქართველოს რამდენად ეყოფა ძალა ამას გაუმკლავდეს, ჯერჯერობით უმკლავდება, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ესეთი ტენდენციები არის, ვთქვათ, უკვე შენარჩუნებული. თან კიდე ხედავთ როგორა ეს ჯგუფები, მე ხა ოპოზიციას საერთოდ არ ვთვლი, იმიტომ რომ ოპოზიცია საქართველოს არ აყავს, მინდა მოკლედ გავშიფრო, ოპოზიცია ნიშნავს, როცა შენ განსხვავებული აზრი გაქვს, განსხვავებული ხედვა გაქვს პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ხო ეს არ აგვაქვს. აი ხლა არგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს პრობლემაზე კი არა ვინც საუბრობს. საუბარია ისევ როგორც ადრე, რომ ჩვენ ესენი გადავაგდოთ, ჩვენ მოვალთ და ყველაფერი კარგად გაკეთდება. ანუ სააკაშვილის მოგონილი ყვარყვარე სინდრომი, როცა ამბობდნენ რომ აი მოვედი მე და გაანაცდა ყველაფერი, ხო? იგივეს უნერგავენ ჩვენ საზოგადოებას, ამის ტექნოლოგიები არსებობს, მედია საშუალებებით, პოლიტექნოლოგიური, PR ტექნოლოგიების გამოყენებით, რომ ადამიანები ვერც კი ხვდებიან, რომ ვიღაცა შემკვეთის აზრს დაქვემდებარებული ხდებიან და ამზე გავლენის ქვეშ მათი ინტერესის შემსრულებლად არიან ქცეული. ეხლა თქვენ რაც ბრძანეთ, ხო? თქვა ამ სცენარში რა როლი აქვს ელჩებს? აი მოდი ერთი სანამ ელჩებზე გადავართ, მაგრამ ეს თემა ამოვწუროთ, რაც თქვენ დაიწყეთ, რომ აი თქვენ თქვით რომ რაღაცას გამოაცხადებენ იქ ხვის დამთვრელ რაღაცა გარკვეული ჯგუფი იქნება, მე რაღაცა ვიღაცას აი თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ხა ეგენი ემზადებიან რევოლუციური სცენარისთვის და ხალხის მასები რო შეიკრიბება, შეხედავენ არის თუ არა ამის შანსი რომ ეს გააკეთონ. ანუ თქვენი პროგნოზი როგორი არის ხა? წავლენ შტურმით შენობების აღებაზე, აი მაგალითად პარლამენტის აღებაზე წავლენ რაღაცა უფრო სხვა მიმართულებით, ანუ თუ გამოაცხადებენ რაღაც ულტიმატუმს დანიშვნის არჩევნების მაგალითად ვადამდელი, აი პროგნოზი აი სადამდე მივა მათი გარკვეული აი ეს აქტივობა, აი რა არის მაგათი მაქსიმუმი, რაც ოღონდ რეალობასთან რო ეხა მაგათ ეხა ბევრი რამე უნდათ, მაგრამ აი რას უნდა ველოდოთ ყველაზე ცუდ და ყველაზე უკეთეს შემთხვევებში?
ჩემი პროგნოზი მინდა გითხრათ, გამომდინარე იქიდან რა ინფორმაციას ტრიალებს და რასაც თვითონ აცხადებენ, გნებავთ ხელისუფლება, გნებავთ ეს უცხოეთიდან მართული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც აქციებს ატარებენ. მე ესეთ პროგნოზს გავაკეთებდი, არ მგონია რომ რაღაცა შტურმი იყო, შტურმს აზრი არ აქვს, ამან დაანახა პოლიციის ძალებმა და ახალი მინისტრი, რომელიც არის დანიშნული, პირდაპირ განაცხადა, რომ ის კანონის ჩარჩოებში ძალიან მკაცრად იმოქმედებს და მათ ექნება თუ კი შტურმი იქნა, რაღაც ესეთი პროვოკაციები იქნა, გამოიყენონ საკმაოდ მკაცრი ძალისმიერი მეთოდები და მათ ეს ამის ლეგიტიმური უფლება აქვს, ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ამას აზრი არ აქვს, აზრი სხვა რამეში არის. მათ ჭირდებათ გამოაცხადონ, რომ თელმა ქართულმა საზოგადოების უმრავლესობამ ხელისუფლება გამოაცხადა არალეგიტიმურად. ანუ ხალხი ამბობს, რომ ეს ხელისუფლება არის თვითმარქვია, უზურპატორი და არალეგიტიმური. აი ამის გაფორმებაზეა ლაპარაკი. ამას გააფორმებენ. აზრი აქვს შტურმი, აი მოდით შევარდენ პარლამენტში, მე რა პარლამენტი რო თქვა შევარდნენ პარლამენტში 2003 წელი ხო არა როცა მაშინ ეხელჩებით თემას კიდაბი დაუბრუნდებით რომ იმიცოჩი გამოაცხადეს რომ გააფორმეს ეს გადატრიალება უკვე ლეგიტიმურად მოდი ესე ვთქვა ესეთი რაღაცა ვერ მოხდება ამიტომ აზრი არ აქვს და მათ იციან ეს რატომ უნდა გააკეთოს მათ ჭირდება შექმნან საფუძველი უცხოელი შემკვეთებისთვის ევროპისთვის შეერთებული შტატებისთვის სხვებისთვისაც რომ მათ შემდგომ როცა ამას უმრავლესობა დააფორმებენ რომ არალეგიტიმურია უკვე მიიღონ ძალიან მკაცრი სანქციები და ამის შემდეგ გამოიწვიონ უკვე მასობრივი სახალხო მღელვარება. იმიტომ რომ ესე უბრალოდ უკვე საქართველოს გამოცდილება შეიძინა გადატრიალებებს ვერ ახდენენ. აი ამაზეა ლაპარაკი. იქ პროვოკაციები იქნება რაღაცა, მაგრამ ესეთი ფორმით რომ შევარდნენ და რაღაცა გააკეთონ, ამას არ გააკეთებენ, იმიტომ რომ თვითონ შინაარსობრივად აზრი არ აქვს. აი აქამდე მივლენ, ანუ მოხდება საერთო სახალხო კრებას დაარქვევენ, შეიძლება მსგავსი სახელი დაარქვან, კენს უყრიან, გამოაცხადებენ, რომ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, მერე შექმნიან რაღაც დროებით ორგანოს, დაავალებენ მას, რომ არჩევნები უნდა დანიშნოს და სხვა რაღაც ღონისძიებები გაატაროს და შემდგომ უკვე უნდა ველოდოთ საზღვარგარეთიდან ზეწოლებს და სანქციებს. აი ეს არის ჩანაფიქრი ამაში. ანუ რატო იდახენ სხვა ქვეყანაში გავიღვიძებთ? იტყვიან ჩვენ ხალხმა კენჭი უყარეთ, არ არიან ლეგიტიმურები. ეს იქნება მათთვის აი ეს ახალი ტალღა, რომელთაც შეეცდებიან, რომ აი გაამწვავონ ქვეყანაში სიტუაცია. სხვა ესეთი ძალისმიერი შევარდნები და რაღაც გადატრიალებები პირდაპირ ფორმით არ იქნება. ნუ თუ მასები დიდი იქნება და ხალხი ბევრი იქნება, შეიძლება პრინციპში ხელისუფლების აღებისთვის ეს აუცილებელი სეგმენტი არის, რომ აი დაანახონ ხალხს, რომ აი ჩვენ უკვე ფლობთ ძალაუფლებას, იმიტომ რომ მე არ ვიცი ხა თქვენ როგორი ინფორმაციები გაქვთ, მაგრამ თუ მეც გამოვრიცხავ რომ რაღაცა მოხდება და რაღაცა ესეთ ხელისუფლებას აიღებენ, მეც არ მაქვს მაგისი გარკვეული მოლოდინი, იმიტომ რომ არ ამგონია ხა ისეთი მასა გამოვიდეს ქუჩაში, რომ მათ ეხლა ეს ეყოთ აი ამ შენობების ასაღებად. არა შენობების აღება ხელისუფლების დამხობას არ ნიშნავს ეხლა ცოტა თანამედროვე სიტუაციაში ვიმყოფებთ ეგეც რომ მოხდეს მე გამოვრიცხავ მაგრამ რომ მოხდეს ამით ხელისუფლება არ ჩამოიშლება ეს არის ცხადია რა და ერთი გაუჭირდებათ ამის გაკეთება ამაზე არ წავლე ამდენჯერ იყო მცდელობა შედეგი ვერ მიიღეს აქ არის მთავარი ასპექტი მიმართული იქეთკენ რომ ეს ხელისუფლება ოცნების ხელისუფლება გამოაცხადონ არალეგიტიმურად და ეს არა ამას ისედაც აცხადებენ ესენი გადაწყვეტილება არა ქართული ხალხის გადაწყვეტილებად გააფორმა ნუ გასაგებია არა ამას ესენი ისედაც აცხადებენ რომ ეს არალეგიტიმური ხელისუფლება არა ეს გაფორმებაზეა ლაპარაკი ეს ხო გაფორმებული არ არის აცხადებენ და ეხლა იტყვიან რომ ჩვენ ქართული ხალხი შევიგრიბეთ და გამოაცხადეთ რომ არალეგიტიმურია და ამას გააფორმებთ აი თქვენი აზრით რა ამასაა საჭირო რომ აი ეს ყველაფერი ისე ჩანდეს რომ დასავლეთმა მართლა დაიწყოს მოქმედებები ჩვენს წინააღმდეგ რა აი მე გეტყვით პირდაპირ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა მასა შეიკრიბება მთავარია სიუჟეტი როგორი შეიქმნება აქ სიუჟეტებზეა ლაპარაკი და ეხლა თუ რო აიღოთ სამართლებრივი ნაწილი და სამართლიანი მიდგომა ესე ხო არ ხდება ეს კოლონია ხო არ არის მართლა საქართველოს ექსპერიმენტები ვატაროთ დაწყებული იმიდან აქ 2003 წლიდან რასაც სააკაშვილი აკეთებდა ხო ეხლა აღარ გამოდის უკვე ეს ამბები ამიტომ მაგ ესეთი რაღაცა რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს თავარია გაკეთება სიუჟეტი გამოაჩენენ რომ არის უამრავი ხალხი გაფორმდება ეს როგორც საერთო სახალხო ყრილობა ქართული ხალხის გადაწყვეტილება შეიძლება უფრო კიდე ლამაზი ფრაზები მოიგონონ, რასაც მე და ამას გააფორმენ. ეხლა ამას მე რატო ვიძახით?
უყურეთ რა შინაარსია ხა მას ჩადებული გარდა იმისა რომ ჩვენ უნდა ველოდოთ ეს არის პირველი შედეგი და მეორე შედეგი საზღვარგარეთიდან ზეწოლა რომ იტყვიან აი არის უზურპატორი ხელისუფლება და ეს უზურპატორი ხელისუფლებას უნდა დაუწესოთ ძალიან მკაცრი სანქციები მათ შორის მთლიანად ქვეყანას დაუწესოთ მკაცრი სანქციები აი ეს იქნება შემდგომ მეორე ეტაპი საერთო სახალხო მღელვარების გამოწვევისა ამ თვალსაზრისით ეხლა რასაც ჩვენ ფაქტობრივად შიფრავთ ხო ამ სიტუაციას ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ იდეალური ხელისუფლება გვაქვს ხელისუფლებას აქვს უამრავი შეცდომები დაშვებული უამრავი თემაა რომელიც საზოგადოებასთან აშორებს მას და ეს კიდევ ცალკე მძიმე საკითხია რომელმაც შეიძლება კრიტიკული მასის შექმნას შეუწყოს ხელი კავშირებით ჩვენ დავიწყეთ საუბარი აი ელჩებს რა როლი ექნებათ ამ პროცესებში თქვენ როგორ ფიქრობთ აი ხა თუ კი შევხედავთ ელჩების თემა როგორ არის უყურეთ მე რატო ვიხსენებდი 2003 წელს ესე იგი კლასიკური მაგალითი ქონდა გადატრიალებას როცა შეცვლიდნენ პარლამენტში ედუარდ შევარდნაძე გაიტანეს ამათმა ხელისუფლება თქვათ ვითომ დაიპყრეს მაგრამ ხელისუფლების აი იგივე პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს ხელისუფლების გაუქმება მაგრამ ამის გაუქმება დაიწყო როდის იცი ანუ გადამტრიალებელი სააკაშვილი და ტრიუმვირატი რომელიც მაშინ მივიდა იმ წუთში მივიდნენ წამყვანი ქვეყნის ელჩები და ცნეს ეს გადატრიალება ანუ ის უკანონო ტრიუმვირატი სააკაშვილი და სხვები ვინც იყვნენ იქა ესე იგი გამოაცხადა რომ ესენი ლეგიტიმურები არიან ანუ გადატრიალება საფრანგეთმა შტატებმა ბრიტანეთმა კიდევ ვინ იყო იტალიის ელჩი და ასე შემდეგ ეს 2003 წელს რომ მივიდნენ და კადრები შეგიძლიათ აჩვენოთ როგორ ულოცავენ როგორ ეხვევიან ის ვინც შევარდა და ფაქტიურად დაიპყრეს დაიკავეს პარლამენტის შენობა ის ცნეს რომ ეს არის უკვე ახალი ლეგიტიმური ესე იგი ხელისუფლება რომელმაც გადატრიალება მოაწყო. აი ეს გააკეთეს ელჩებმა. ანუ ჩვენ გვაქვს თუ არა ამის საშიშროება. მოდი ამის საშიშროება რა თქმა უნდა არსებობს. აი ყურეთ როგორი მომენტია როცა აი ელჩების დატვირთვა. ელჩები შეიძლება მივიდნენ ამ შეკრებაზე. და თქვან რომ აი ეს არის სწორედ ის ლეგიტიმური რგოლი ქართველი ხალხის არჩევანი ქართული ხალხის არჩევანი, რასაც ისინი კენჭს უყრიან და იტყვიან, რომ აი ეხლა ჩვენა ვართ, საერთო სახალხო კრება, ეხლა სახელს ზუსტად ვერ ვიცახ, შეიძლება სხვა სახელი მოიგონონ და ქართული ხალხის გადაწყვეტილებაა, რომ ოცნების ხელისუფლება გამოაცხადონ არა ლეგიტიმურად. ელჩები თუ მივიდნენ, ელჩებმა თუ ეს გამოაცხადეს, ეს ნიშნავს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ვთქვათ, რომლის ელჩებიც მივიდნენ, არა ოცნებას ხელისუფლებას ცნობენ, არამედ აი ამ ახალ რაღაცა შეკრებას ცნობენ. მივხვდით როგორი აი ესეთი ვაკუუმი წარმოიქმნება, რომელმაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოგვიტანო. ეს არ არის გამორიცხული ამ სცენარით, აი ელჩებზე როცა თქვენ მეკითხებით, ამ სცენარით განვითარდეს. დარწმუნებით ვერ ვიძახი, მაგრამ გამორიცხული არ არის. კი ბატონო, თან ეხა ის სცენარებზე რომ დავიწყოთ, თქვენ ხშირად ახსენებთ ამ 2003 წლის აი შედარებებს და ეხლაც აი 2003 წლის ვარდების რევოლუციისთვის და ანუ სახელმწიფო გადატრიალებისთვის ძალიან ისეთი დამახასიათებელი იყო არეულობა ქვემო ქართლში. მე ვატყობ, რომ ესენიც ქვემო ქართლში რაღაც გარკვეულ არეულობის ცდელობები აქვთ, აი განსაკუთრებით აი მე დადგმულ პროვოკაციად მეჩვენება გიგანიშვილთან დაკავშირებით მოწყობილი პროვოკაცია, რომ თითქოს რაღაც ეთნიკურ შუღლის დიადაგზე მოეწყო ეს რაღაცა პროვოკაცია, არასრულწლოვანი რო იყო ჩარეული. ეხლა აგერ დღესაც კიდე გავრცელდა ეს სამირა ბაირამოვა, რითვერ დააკავეს და რითვერ მიეცა პასუხისგებაში ეს ქალბატონი, რომელიც თვითონ სამოქალაქო აქტივისტი არის, აწყობს პროვოკაციებს. დღესაც ეხლა გავრცელა ინფორმაცია თითქოს აი მარჯანიშვილზე, პლეხანოვზე, რაღაცა იქ ვიღაცა მუთხრა აზერბაიჯანელს რაღაცა ისეთი და ანუ ხედავთ რომ ქვემო ქართლშიც მცდელობები აქვს ამათ რაღაცა იქ კიდე იქ ლელოს პარტიის წარმომადგენელი ვითომ დააშინეს და ანუ ხელოვნურად ხდება რაღაცა გარკვეულწილად ქვემო ქართლისშლიდანაც რაღაცა გარკვეული პროვოკაციების მოწყობა. ისიც რა არის აქ ჩვენ ვაწყდებით ცოტა ისეთ რთულ ტენდენციას რა ეს თქვენ 2003 ახსენეთ ეხლა თუ კი ამას გადმოვიტანთ იქ ჩვენ ერთი პროვოკაციები მაშინ იმდენი ავიცილეთ რომ თბილისს არც გაუგონია იმდენი პროვოკაცია და პრობლემა იქნა თავიდან აცილებული ეხლა უფრო მოწყვლადი არის სიტუაცია იმიტომ რომ ამ პოზიციით პრინციპში გეთანხმებით ბატონო ლევან რომ საკმაოდ ბევრი არის და ეს პროვოკაციები
თვალშისაცემიც არის, იმიტომ რომ და 2003 წელზე იმიტომ აქ მე ხაზგასმა რომ 2003 წელს მახსოვს მე აი ჯაფარიძეს როგორ ესროდნენ ქვებს როგორ ხდებოდა იქ გარკვეულწილად შემდგომში სიტუაციის ესკალაცია ეს იყო ყველაზე უფრო თვალნათლივი დასტური იმისა რომ რა სცენარი ჰქონდათ მე ხა მინდა რომ სტუდიაში ჩვენი მეორე სტუმარი შემოვიყვანო ბატონი მიხეილ ჟღენტი სოლიდარობა მშვიდობისათვის თავმჯდომარე მოგესალმებით ბატონო მიხეილ სამშვიდობისა მოგესალმებით აი ჩვენ ვიცით რომ პრინციპში აი ეს სურათი არის დამახასიათებელი აი იგივე აი ამ სიტუაციისათვის რაც ახლა კი ბატონო ახლა ბატონ ლევან ძალიან კარგად ახსოვს ის პერიოდი მოღვაწეობდა წლების მანძილზე ქვემოთ ქართლში და ძალიან კარგად იცის როგორ შეიძლება აი ამ სენსიტიურ საკითხზე ხალხის აღშფოთების გამოწვევა ძალიან მძიმე ამბავი არის და მოწყვლადია კი ბატონო მოსახლეობა 22 წელი გავიდა და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა გეოპოლიტიკა შეიცვალა ვითარება რაც არის ჩვენ გარშემო და ამავდროულად აი ეს სცენარი რომელსაც ახლა იყო საუბარი კი ბატონო არის დელეგიტიმიზაცია ხელისუფლება უნდა გამოაცხადოს არალეგიტიმურად ხელისუფლება უნდა დაკარგოს თავის ბერკეტები და მაშინ დასავლეთი გაატარებს შემდეგ ღონისძიებებს ეს იქნება ფინანსური შანტაჟი იგივე გადარიცხვის შეჩერება ეს იქნება ვიზების საკითხი ეს იქნება საელჩოების ერთმანეთზე მიყოლებით დღეში რამდენიმე ბრიფინგი გაიმართება ეს იქნება სანქციები ეს იქნება ანუ მთელი წყება და მთავარი რა არის აქ მთავარი არის რომ არჩევნები უნდა დაინიშნოს ვადამდელი ყველაფერი მიდის ვადამდელი არჩევნების დასანიშნად რომლის გარეშეც ოპოზიცია დარწმუნებულია რომ 28 წელს პირდაპირ ვაცხადებ არ დასავლეთს ექნება და ევროკავშირს ექნება იმის საშუალება და სახსრები და პრინციპში სურვილი თუ იქნება ევროკავშირი ინფორმით რომელთაც დღეს არის და არც ოპოზიცია არ იქნება საქართველოში რომელიც მოახდენს ხელისუფლების ცვლილებას გნებავთ არჩევნები გზის გნებავთ მე რო თქვა რომ გაყალბებული არჩევნები ჩატარდა და ეს გაყალბებული არჩევნები უნდა გაპროტესტდეს ანუ საწვავი დარჩა ძალიან ცოტა ოპოზიციას საწვავი დარჩა ძალიან ცოტა დასავლეთს საშუალება ძალიან შემოკლებული აქვს იმიტომ რომ გერმანიის საფრანგეთის ბრიტანეთის ეკონომიკები განიცდიან უმძიმეს სტაგნაციას ანუ ის რომ დღეს გერმანიაში ვინც ცხოვრობს და ვინც ვიყურებს და ვინც იცის არის კატასტროფული ფასების ზრდა, ნუ სოციალური საკითხები და სოციალური შეღავათები ერთი მეორეზე მიყოლებით იკვეცება და აი რუსეთთან ურთიერთობის არ ქონის გამო და აი ეს იაფი გაზი რომელიც საბჭოთა კავშირის დროს უკვე გაყვანილი იყო და მაშინ ჩაესახა გერმანიის ეკონომიკის ასე ვთქვათ წარმატება და სასწაული გერმანიის ეკონომიკის თურმე აწყობილი ყოფილა რუსულ გაზზე თურმე აწყობილი ყოფილა იმაზე რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაახლოებით 15 წელი ეყოთ ის ნაძარცვი რომელიც მიიღო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროპამ განსაკუთრებით დასავლეთ ევროპამ და არა მარტო საბჭოთა კავშირის იქ იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რომლებიც თავარი მამოძრავებელი იყო ამ ბრძოლის ეთახმებით და ეხლა ჩვენ კვლავ დაგვიბრუნდება შემოგვიერთდება ბატონ ლევანი ბატონ ლევან აი თქვენ საუბრობდით ჩვენ საუბრობდით ქვემო ქართლზე აი მახსოვს მე ჯაფარიძე რო იყო ადრე გამგებელი როგორ ესროდნენ ქვებს როგორი შეურაცხყოფა იყო როგორ ესე იგი ეს თვითონ სააკაშვილი ჩაბძანდა იქ პროვოკაციები მოაწყო და ეხლა ჯერ აქამდე არ მისულა საქმე ქვების როლ არავის არ დაუწყია მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც აი მე ვხედავ რომ საქმე აქამდე მიდის რომ შეიძლება აქამ ესეც განვითარდეს პროცესები ეხლა ამას იმიტომ გეკითხებით რომ თქვენ გუბერნატორი იყავით ქვემო ქართლის საკმაოდ ბევრი მხარდამჭერებიც ყავთ იქ და თქვენი პარტია თვითონ გაერთიანება პოლიტიკური სახალხო ხელისუფლება არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას ამაზეც ვისაუბრებთ რა თქმა უნდა მაგრამ აი ქვემო ქართლის თემა რო ამოუწუროთ აი რამდენად რეალურია რომ ის 2003 წლის სცენარი უშუალოდ განმეორდეს რაც იყო მაშინ 2000 აი ეს ქვემო ქართლში სიტუაციის დაძაბვა
მე გეტყვით როგორი შეიძლება ტენდენციები იყოს ისმის კარგად დიახ კი ესე იგი ტენდენციები განსხვავდება როგორც მაშინ იყო და ეხლანდელთან დაკავშირებით მაშინ ამ პროვოკაციებს აწყობდა სააკაშვილი რომელიც რო ამბობთ ეხლა შევარდნაძის ხელისუფლების მინისტრი იყო მე საკრებულოს თავმჯდომარე კარტოზიაზე რო თქვეს რომ შევარდნაძის ხელისუფლების მინისტრი დაინიშნა ერთი უაღრესად განათლებული და მაღალი დონის პროფესიონალია და მინდა ვთქვა რომ ოცნება ბოლო-ბოლო გამოდის ამ რაღაცა სააკაშვილის გავლენის ნარჩენებისგან და პროფესიონალებს უბრუნდება ალექსანდრე კარტოზია სწორედ ესეთი ადამიანია რომელიც მაღალი დონის პროფესიონალია ეს მე თქვა და შევარდნაძის დროინდელი ვინ არის შევარდნაძის დროინდელი სააკაშვილი მინისტრი არის ხო კიდე ეს ვიღაცა მაგის გარშემო რო ტრიალებს ყველა ეს ადამიანები ზოგი მინისტრი იყო ზოგი პარლამენტის წევრი იყო და ასე შემდეგ გამოიყენეს ის მაშინდელი დობა და მე ფაქტიურად უღალატეს მას ვინც ეს კაცად გახადა მოდი ესე ვთქვათ და ეხლა კიდე სხვა რაღაცებს ავცელებენ ვითომ მაშინდელი ადამიანები ცუდები იყვნენ და თვითონ იყვნენ კარგები რადა მაშინ მიიღეს თანამდებობას და პოლიტიკური გამოცდილებას თუ ესე ვიტყვით ეხლა თვითონ რეგიონებში არსებულ პრობლემას აქ არა მარტო ქვემო ქართლია ჯავახეთის საკითხები არის საკმაოდ უფრო მწვავე მინდა გითხრათ ამიტომ ამ თვალსაზრისით ადრე თუ ამას ყველაფერს სააკაშვილი აკეთებდა პროვოკაციებს დღეს ზოგიერთი ჯგუფები უცხო ქვეყნის სხვადასხვა აგენტურულ ქსელებში არიან მოქცეული ამ თვალსაზრისით საკმაოდ სუსტი სიტუაცია გვაქვს რამდენად კონტროლდება მე მაგის თქმა გამიჭირდება და თუ კიდე თვალყურდივადებით მეზობლებში ჩვენ მეზობლებში რა ხდება აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ რომ შეიძლება რაღაც პრობლემები არსებობდეს ეხლა რაც თქვენ აღნიშნეთ რომ ვიღაცამ კანდიდატურა მოხსნა და ეს რაღაც პოლიტიკური პროცესია მე ამაშიც გეტყვით ნუ რა ვიცი გონია ვინმე კანდიდატურას თუ მოხსნის რომ ეს იყოს კარგი აქ არის ზეწოლის, გარიგების და სხვადასხვა ზემოქმედების მოხდენის კონკრეტული შემთხვევები. და ამას ვინ აკეთებს სხვათა შორის, იცით, რომელიც ძირს უთხრის დღევანდელ ხელისუფლებას. ის ხალხი, რომელიც სააკაშვილის დროს იყვნენ ზონდერები, დღესაც ხელისუფლებაში შემძვალნი არიან და ზონდერულ მეთოდებს ავრცელებენ. ეს ქვემო ქართლში კონკრეტულად ვლინდება, იგივე მაგალითად გარდაბანში იყო ეგეთი შემთხვევები, სხვაგანაც ახლა ხულოში არის ესეთი შემთხვევები. ზე რომ რა გონიათ, იცით, რომ ხელისუფლება უნდა გადიოდეს ბრძოლის და არჩევნები უნდა იყოს ბრძოლის ნიშნულზე, ბრძოლისა და განადგურების ნიშნულზე. ამას წერტილი უნდა დაესვას. მე მესმის რომ ზოგიერთ ესე მიაჩნია, თუ კი ესე იგი რამე დათმეს ანუ დათმეს როგორ რაღაცა ცოტა მოადუნეს სიტუაცია და ზეგავლენები აღარ მოახდენეს ადამიანებზე მოვლენ ისინი რომლებიც ამათ გაანადგურებენ ეს შექმნა მაშინ სხვათა შორის სააკაშვილმა აი უყურეთ მინდა კარგად მიაქციოთ ამას ყურადღება სააკაშვილმა რა გააკეთა რომ მოდიოდა და ყველას დავიჭერ ყველა ციხეში ყველა ანუ ხელისუფლებაში მოსვლა მან შექმნა რომ წინა მორბედი უნდა გაანადგურო ეს გააკეთა და მან შექმნა ეს სწორედ ტენდენცია, როცა ფაქტიურად ხალხს არჩევანის საშუალება წაართვა, ხალხი აქცია მოსახლეობად, რომელსაც დაავალებდნენ, რომ იმას მიეცი ხმა, თუ კი ხმას იმას არ მისცენ, დაგიჭერთ, ან შენ ახლობელს დავიჭერთ, ან ვიღაცას ესე იგი იმას დაუდებთ რაღაცა კრებსებს, ვითომ ელაპარაკება ვიღაც კრიმინალს და დაიჭერენ და რამდენი პრობაციონერი და რამდენი ადამიანი ციხეში იჯდა. აი ეს იყო მაშინ სააკაშვილის შექმნილი სიტუაცია, როცა თავისუფალი არჩევანის საშუალება კი არ იყო, არამედ ვალდებულებებით შიშით ხმის მიცემა იყო. ეს ბიძინა ივანაშვილმა გაარღვია ეს სიტუაცია, მართლაც მისი დამსახურებაა, რომ ძალადობრივი რეჟიმი შეიცვალა, მაგრამ ის ხალხი, რომელიც აი ხშირად არ მოგისმენიათ, რომ ვისაც ვებრძოდით დღეს კაბინეტებში სხედანო, ხომ? აი ის გადმონაშთია, რომელიც დღეს გადმოვიდა ეს ამბავი და ზოგიერთს გონია, რომ ისევ იგივე მეთოდი უნდა გააგრძელოს, ზონდერული, რასაც აკეთებდნენ სააკაშვილის დროს. ეხლა შეიძლება არ იჭერენ, მაგრამ გავლენები, რა თქმა უნდა არის, რომ ადამიანები იქ მუშაობ, ეხლა უკვე სამსახურია აი შენი შვილი მუშაობს, შენი ახლობელი მუშაობს, ან შენ თუ სადმე მუშაობ, გაგან თავისუფლებს, პრობლემებს შეგიქმნით. ეს ძალიან ცუდ ტენდენციებს ქმნის და ამ ადამიანებს გონიათ, რომ მათი პასუხისმგებლობა არ დადგება. აი როცა ვამბობთ, ეხლა მე ძალიან მოკლედ შევეხები რა ტენდენციას ოქს ეგონა და მართლაც ესეთი თაბერტილება ქონდა, რომ თუ კი სადმე გუნდში შევიდოდა, ესეთ გუნდიც კიდევ წყალებია, ხო? სადმე შევიდოდა და ხელისუფლების რაღაც სფეროში მიაღწევდა გარკვეულ შედეგს, დობას დაიმსახურებდა, რომ ის იქნებოდა ხელშეუხებელი. ხო შეხედეთ, ხელშეუხებელი ისეთი, რომ ვინ წარმოიდგენდა, რომ ძალოვანი სტრუქტურების მინეს გაათავისუფლებდნენ.
ვერავინ ვერ წარმოადგენდა და ზოგიერთ მინს დააპატიმრებდნენ, ხო? იმიტომ ანუ ხელისუფლებაში შესვლა და რაღაცა სამოსით სიარული არ ნიშნავს იმას, რომ შენ ღალატს და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს გაპატიებენ. ეს გადმოვა აუცილებლად ქვედა რგოლებში, ეს აი დღევანდელ იმას ეხება. როცა უკვე ლაპარაკია, რომ ინფრასტრუქტურული თემები უნდა იქნეს შესწავლილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ინფრასტრუქტურული ღონისძიება იქნება გადამოწმებული. ჩვენ ამას უჭერთ სწორედ მხარს, იმიტომ რომ არ შეიძლება, ესე იგი, ამდენი თანხა იხარჯებოდეს, ეხლა რაიონებზე და ქალაქებზეა ლაპარაკი, უამრავი სამუშაოები ტარდებოდეს, ტენდერები ტარდებოდეს, გამარჯვებულები ვლინდებოდეს, საბიუჯეტო თანხები გაიხარჯოს და უყურებთ, რამდენი მიწასთხრიან, მილებს დებენ, პარკებს აშენებენ და საბოლოო შედეგად ძალიან მცირეა დადგეს ის ნიშნული და შედეგი, რასაც ხალხი ელოდება. როცა შენ მიწის სამუშაოებს ჩაგიტარებენ და მილებს ჩაყრიან, შიგნით ფული დაიხარჯება და წყალს ვერ მიიღებ, ხო აქ უნდა დადგეს საკითხი რატომ? გამიგეთ? ამიტომ აქ აი ესეთი ტენდენციები გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და არჩევნებს უკავშირდება, რაც თქვენ ბრძანეთ, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა ველოდოთ შეიძლება რაღაცა პროვოკაციებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ის არის, რომ დღეს ხელისუფლებაში არიან ადგილებზე ისეთი პირები, რომლებიც სააკაშვილის გადმონაშთები არიან, იქაც იგივე ზონდერები იყვნენ და ეხლაც გონიათ იგივე უნდა აკეთონ. და აკეთებენ იმას, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განაწყონ საზოგადოება. არც ერთი ზეგავლენა, არც ერთი ზეწოლა თუ რაღაცა დაშინებები, ხო, ის იმით სიყვარულში კი არ გადაიზრდება. ის გადაიზრდება სიძულვილში და ეს არის ყველაზე სახიფათო ტენდენცია, სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილის გამოწყებული თემა, რომელიც პრემიერმა გააგრძელა, ეს დავა ქვედა რგოლებებზეც. და ეხლა თუ როცა ამბობდეთ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენი მთავარი ამოცანა, იგივე სახალხო ხელისუფლება თქვენ ბრძანეთ, მე ხა თავმჯდომარე არა ვარ, მე ვარ საპატიო თავმჯდომარე და საერთოდ ჩემი როგორც პოლიტექნოლოგის მიდგომაა, რომ თავმჯდომარე არ უნდა ვიყო პოლიტიკურ ორგანიზაციებში. ჩემი ამოცანა პოლიტიკური პროცესის შექმნა და ჩვენ ეს პოლიტიკური პროცესის შექმნაში ჩავერთეთ, ანუ უნდა გაკეთდეს ისე, რომ არ უნდა იყოს ბრძოლა ხელისუფლებისთვის, არ უნდა იყოს იმით უფრო საკრებულოში შესვლა, რომ ვიღაცა შენ დაამარცხონ, გაანადგურო, არამედ უნდა იყოს კონკურენცია, ვინ უფრო კარგად და სწორად გადაწყვეტავს ხალხის პრობლემებს. აი ამაზე უნდა იყოს საუბარი და არა იმაზე, რომ ვინ რომელ კაბინეტში დაждდება. ხალხს თავისი წარმომადგენელი უნდა ყავდეს საკრებულოში და არა დანიშნული კაცი და უთხრა, ეს უნდა აირჩიოთ, ან უნდა უთხრა, რომ იცით რა, ჩვენ რაღაც პროექტი გავაკეთეთ და იყავით კმაყოფილი, როცა კმაყოფილების შედეგი არ არის. აი ხა ძალიან მოკლედ აუხსენი ეს სიტუაცია და სხვადასხვა ის 14 ნომერი არის სახალხო ხელისუფლება. ეს ახალი პარტია არ გეგონოთ, ეს 96 წელს შექმნილი 1996 წელს შექმნილი პოლიტიკური გაერთიანება, სახალხო ხელისუფლება და სწორედ სახალხო ხელისუფლების დამკვიდრებაა ჩვენი მთავარი ამოცანა. აი თქვენზეც გითხარით, ეხა რახან ჩვენთან ხართ სტუდიაში და არჩევნებზე თქვენს ღებულობთ მონაწილეობას, რისი იმედი გაქვთ თქვენი გუნდით, აი რას ფიქრობთ, როგორ შედეგებს ელოდებით პირადად თქვენი აი ამ თვითონ ორგანიზებული აი ამ ჯგუფით, რა შანსები გაქვთ, სად უფრო მეტი შანსი გაქვთ რომელ რეგიონში, აი ამაზეც რო გითხრათ და რა ხედავთ პრობლემას და რა ნაკლოვანებებს სამარჩევნებთან და აი ამაზეც რო გითხრათ იქ. ესე იგი ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ეხლა ჩემი ჩართულობაც პრინციპში მდგომარეობს იმაში, მე როგორც გითხარი, ჩვენ ვქნით პოლიტიკურ პროცესს, ეს პოლიტიკური პროცესი იქნება გაჯანსაღების პროცესი პირველ რიგში, რომ უნდა დავიწყოთ სწორედ სისტემის ცვლილებები, მას საჭიროებს ცვლილებებს და დახვეწას, რა სისტემაში ჩვენ ცხოვრობთ, რომ აი ზონდერული მეთოდები საერთოდ დამთავრდეს და იგივეა, ეხლა რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ უნდა დავამკვიდროთ და პრეცედენტი შექმნათ, რომ იყოს სახალხო ხელისუფლება, რომ შექმნათ უნდა პრეცედენტი, რომ მერები და გამგებლები და ეს საკრებულო წევრები არ ცხოვრობდნენ საშუალო მოსახლეზე უკეთესად. აი ეს კადრებია, ხომ? თავისი ნათქვამი, რომ არჩევანი უნდა იყოს კარგსა და უკეთეს შორის. რატომ ვერ შესრულდა? ეს ხო ვერ მივედით ჩვენ აქამდე, იმიტომ ვერ მივედით, რომ ეს ყველაფერი არის ესე იგი შექმნილი ისე, რომ ხელისუფლებაში პატარა მცირედით მოსვლაც კი გადის ერთმანეთის განადგურების ზღვარზე და ვიღაცის გამარჯვება დამარცხების ზღვარზე. ეს არ უნდა იყოს ეს. ჩვენ ამის შეცვლა გვინდა სწორედ, რომ ადამიანები მოვიდნენ არა რაღაცა გამორჩენისთვის, რომ ტენდერებში ბიზნესმენები შეიყვანონ და ტენდერებით მერე თანხები დაებრუნონ. ამიტომ იმიტომ მოვიდნენ, რომ მართლა წარმომადგენლნი იყვნენ თავისი სოფლის, თავისი ქალაქის საკრებულოში ხმა იყვნენ თავისი უბნის და იმ პრობლემებზე იმუშაონ, რა პრობლემით ხალხს აწუხებს მათი კეთილდღეობისა და ყოფიერი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. აი მთელი შინაარსი ადგილობრივი არჩევნების ეს არის.
ჩემი ჩართულობა რა არის, რასაც მე ვაკვირდები, ჩვენ აუცილებლად ანალიზს უკეთებთ თითოეულ მანკიერ საკითხს. ეხლა არჩევნებთან დაკავშირებით მინდა გითხრა თვითონ პროცედურა. აი ძალიან ისეთი პრობლემატურია ეს საკითხი, რამდენად სამართლიანად ტარდება არჩევნები. აი ბევრს ალბათ აინტერესებს ჩვენი დამოკიდებულება. მინდა პირველ რიგში ვთქვა, ძალიან ესეთი სწორი და კარგი მუშაობა CSKO-ს. CSKO ეს ახალგაზრდა კაცი ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი და რას დავაკვირდი იცით არც ერთ უწყებაში ესეთი რამ არა მათ აქვს დანერგი ნებისმიერ ადამიანმა რომ დაურეკოს საკითხით დასვას მანკიერი რაღაცა მომენტი გამოავლინოს ამ პრობლემა იმ წუთში რეაგირებენ გადაგრთავენ თუ არა და დაგიკავშირდებიან იურისტების კარგი ჯგუფი ყავთ მთელი კოლ-ცენტრი აქვს რომელიც პირდაპირ ცხელი ხაზით რეგულირდება და პასუხს გცემენ არც ერთ უწყებაში ესეთი არა ანუ ქვემოთ თუ პრობლემა აი დააკვირდით ქვემოთ თუ პრობლემაა თვითონ თავმჯდომარემდე ადის ეს საკითხი და ისინი ღებულობენ გადაწყვეტილებას უწყებაში ესეთი რამე არ არის არსად მაგალითად რეესტრში იმდენი პრობლემაა და ეშინიათ რეესტრის ოპერატორს ან თანამშრომელს რომ ზემოთ უთხრან რომ აი ესე რაღაც ალოგიკური თემებია რომ დაალაგდეს მაგალითისთვის მოვიყვანე ეხლა რაც შეეხება არჩევნების თემას უყურეთ ჩვენთან ტარდება ეხლა არჩევნები ელექტრონული იმით აპარატებით ხო იცი ელექტრონული აპარატია ხო ელექტრონულ აპარატში უნდა შედო ბიულეტენი შემოხაზო და ის მერე თulis რომელმა პარტიამ თუ მაჟორიტარმა და ასე შემდეგ მიიღო ხმა რამდენი მიიღო როცა დასრულდება ეს არჩევნების პროცედურა ხო ის ჩეკს გაძლევს ანუ შემაჯამებელ დოკუმენტს იძლევა ეს აპარატი ეხლა ამის მერე რა ხდება დააკვირდით მომენტს ამის შემდეგ კომისიის წევრები ხსნიან ამ ელექტრონულ აპარატს და თვლიან ბიულეტენებს და ხშირ შემთხვევაში რა ხდება ბიულეტენები რასაც დათვლის კომისია და ოქმით გააფორმებს განსხვავდება აპარატის მიერ დათვლილი ციფრულად დათვლილი შედეგებისგან. ანუ აქ რაზე უნდა მაშინ რა გვინდა ეს აპარატი. თუ კი საბოლოო დოკუმენტი არის კომისიის ოქმი, რომელსაც წევრები ხელს აწერენ, ამ აპარატის დათვლილთვა რა შემდგომარეობს მაშინ. და იქ ხდება, სწორედ იქ ხდება გარიგება, იქ ხდება ამ კომისიის წევრებს შორის ვის ბიულეტენი გაუფუჭონ, ვის რაღაცა მონიშნონ, ან ვიღაცა მხარეს დადონ და ის ოქმია მთავარი CSKO კი არა წევრი. CSKO კი არ თulis. ეს ვიცით ბატონო ლევან, მაგ პროცედურები ვიცით კი მაგაზე მაყურებელს დრო ვარ. მე ვიცით არავინ არ ლაპარაკობს მაგაზე და სწორედ ეგ სისტემა არის შესაძლებელი. კი ბატონო. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დაუთმეთ ყველა იმ თემას პრინციპში და შემდგომში შეგვიძლია უკვე გავაგრძელოთ თქვენთან საუბარი, წარმატებებს გისურვებთ და შემდგომშიაც აუცილებლად არჩევნებამდე კიდე შეგეხვიანებით. კარგად ბრძანდებოდეთ. წარმატებები. ბატონი ლევან მამალაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ გავაგრძელებთ სტუდიაში საუბარს. ბატონი მიხეილ ჟღენტი, როგორც მოგეხსენებათ პოლიტიკური პარტია სოლიდარობა მშვიდობისათვის ხელმძღვანელი. ბატონო მიხეილ აი თქვენ როგორ ფიქრობთ ჩვენ ახლა არჩევნებს დიდი დრო დაუთმეთ გუშინაც რომ საუბრობდით და მე მაინც ფიქრობ რომ ბატონ ლევონმა კითხვა რომ შენობების აღებაზე ესენი არ წავლენო მაგრამ მე მაინც გონია რომ ხელისუფლების ხელში აღების ერთ-ერთი გარკვეული ნიშანი არის როდესაც შენ ანახებ ხალხ საზოგადოებას როდესაც რაღაცას უკვე იღებ ხელში ეს არის მათი აუცილებლად რევოლუციისთვის დამახასიათებელი ნიშანი. არ ვიცი ხა რაზე წავლენ ესენი როგორ წავლენ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ესენი ყველაფერზე წავლენ რასაც რისი საშუალებაც მიეცემათ. ასე ვთქვათ აკადემიურად მერთვაქნას რომ მე ვსწრებოდი და ბატონ ლევანი მართალი იყოს, ასე აკადემიურად რომ ესენი გადააგორებენ ამას მე შორსა ვარ ამაზისგან იმხელა წინა სამუშაოა ჩატარებული ისეთი აგრესიით არიან ესენი განწყობილები რომ ასეთი ხმებით რომ ესე თეთრი ხელთათმანები და ეგ არა ამას ფონს შეუქმნიან დაძაბულობის ფონი შეიქმნება აი გალახვა იქნება ცემა სროლა განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღე იქნება ძალიან მძიმე და რეგიონებში დაუძაბავენ სიტუაციას ნუ გამოიყენებენ ძალიან ბევრ ამას რაც დღეს ხდება ამავდროულად საგარეო ვექტორები, ანუ ჩვენ გარშემო პროცესები ძალიან სერიოზულად იცვლება და ეს ზუსტად ახლა ასე ვთქვათ, ვკითხულობდი, გაკეთა განცხადება, რომ პაშინიანმა ბრძანა, რომ სომხეთი შეიძლება არ შევიდეს ევროკავშირში. ანუ პრაქტიკულად ისე კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება ჩვენთან სიტუაცია, რომ ხვალ და ზეგ რა გეოპოლიტიკა და ჩვენი სამეზობლო რა მდგომარეობაში იქნება და ყველა სამწუხარო რა არის? და ჩვენ გვიხარია ტრამპთან სურათის გადაღება. ყველა სამწუხარო რა არის, რომ ვინმე არ გამოიყენოს და ჩვენ ხარჯზე არ მოხდეს რაღაცა გარიგებები და ჩვენ ხარჯზე არ მოხდეს ვიღაცის ამბიციების დაკმაყოფილება.
ანუ ამის საშიშროება ისეთ ქვეყანაში როგორც არის საქართველოს დღეს სამწუხაროდ დგება. კიდევ არ დავაგვიანოთ არა, ჩვენ ახლა გუშინ ვისაუბრეთ იმის წინას ვისაუბრეთ, რომ ერთადერთი ჩვენი გარანტი დღეს და გუშინას და გუშინ წინას და ხვალას და ზეგაც არის რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, რომლის გარეშეც ჩვენ ვართ დაუცველები. ერთი ქვეყანა შენ შეგიქმნის ისეთ დაცულობას, რომელსაც ვერ შეგიქმნის შეიძლება რამდენიმე ათეული ქვეყანა და დღევანდელი მონაცემებით, ხო, ტრამპის გამოსვლა რატო იყო საინტერესო გაეროში და მერე რუბიოსი. მათ ისეთი ორი პასზე ითამაშეს, გააკეთეს განცხადებები, რომ დასავლეთი ევროპა იომეთ, თქვენ ხართ კარგი ბიჭები, ყოჩახ, იმიტომ რომ თქვენ სხვა შანსი არ გაქვთ და თქვენ თუ არ იომეთ დაიშლებით და ეს არის თქვენი ბოლო მცდელობა, ჩვენ იარაღს მოგაწვდით, რა თქმა უნდა ჩვენ არ ჩავერევით ამაში, თქვენ გააქვთ ლეგიტიმური უფლება ჩამოყაროთ, მე მგონი გუშინ თქვი ამაზე აღარ მახსოვს, ჩამოყაროთ ის თვითმფრინავები, რომლებიც ეკუთვნის რუსეთს, მაგრამ ჩვენ ამაში არ ჩავერევით. ანუ ჩვენ ვართ გვერდით, განზე გავდექით და თქვენ მიდით ბატონებო და ებრძოლეთ რუსეთს და ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც იქნება წამოწყებული, რუსეთი ახლა ისეთ ვითარებაშია, რომ მას უკან დახევის უფლება აღარ აქვს. ცვლილებებია რუსეთის ხელისუფლებაში, კერძოდ კრემლში გადაადგილებები, ეს ჩვენი გასახელველი არ არის, მაგრამ შეიცვალა ლენინგრადის სამხედრო ოლქის მეთაური. რატო არის ახლა ეს მნიშვნელოვანი? ლენინგრადი იცით რა ტერიტორიაა და რა მიმართულებას იცავდა ეს ოლქი. ბალტიისპირეთის პრობლემა შეიძლება დადგეს, ასე ვთქვათ, დადგეს კალინინგრადის პრობლემა, რომელიც არის ასევე რუსებისთვის ძალიან მტკივნეული, არანაკლებ მტკივნეული ვიდრე დონბასი და ლუგანსკი და ეს სამხრეთ უკრაინა. და გამომდინარე აქედან რუსეთი შეიძლება ჩაებას ძალიან დიდ ომში და ეს არის ახლა ამერიკელების თავარი ამოცანა და ბრიტანელების, რომ აიძულონ ისევე როგორც აიძულეს ნაპოლეონი და მიიყვანეს რუსეთის კარს, მიაყენეს რუსეთის საზღვრებს და გადალახეს რუსეთის საზღვრები და მოსკოვში შევიდნენ და მოდით ერთი რამეს ვთქვათ რა, ქვეყანა რომელსაც ძალუც და თავის თავში იპოვის ძალას გადაწვას ქალაქი და ამით აიძულა ნაპოლეონი 34 დღე ნაპოლეონი ეжда გაყინულ კრემლში, ანუ ჭკუიდან გადავიდნენ ფრანგები, ზამთარი, რა თქმა უნდა, ზამთარმა თავისი ფუნქცია შეასრულა, მაგრამ მარტო ზამთარს, გენერალ მაროზი არის ეს გამოთქვა. მარტო ზამთარს, მივაწერთ იმ გამარჯვებებს, რაც ჯერ რუსეთს, შემდეგ საბჭოთა კავშირს ქონდა, ეს იყო ტაქტიკა, ეს იყო თავასარდლები, ეს იყო სამხედრო სული, ეს იყო ის დიდი ძალა, რომელიც რუსებს ქონდა სამშობლოს დასაცავად. და რატო ვთქვი, ეს მოსკოვი რატო ვახსენე, ეს რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. თქვენ წარმოიდგინეთ ის როგორი მენტალობისაა და როგორი იმპერიული და შორს მჭრეტელი ქმედებები შეუძლიათ ჩაიდინო, ხო? პეტერბურგი, ლენინგრადი არ დათმეს, იმიტომ რომ ამას ქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორც პოლიტიკური, ისე მორალური, ასევე სამხედრო სტრატეგიული და დღეს აი ეს გადანაწილებები, რაც ხდება ბატონ ნიკოლოზ მაშინ რა ქვია რუსეთში სამხედროებში, ეს კიდე ერთი ასე ვთქვათ ნიშანია იმის, რომ რაღაც სერიოზული მზადდება და ეხლა ის როგორც ელცინის პერიოდის, ძალიან ბევრი ელცინის პერიოდის ლეიტენანტები და კაპიტნები რო იყვნენ, შემდგომში გახდნენ გენერლები და მართავდნენ ძალიან სერიოზულ ქვედანაყოფებს. პუტინის სასარგებლოდ და ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი ბრძოლაა გამოცხადებული. ახლა ჩვენ არ ვიცით, ძალიან მაღალი თანამდებობის პირი თუ შეიცვალა, თორე პოლკოვნიკი, გენერალი, გენერალ-მაიორის ცვლილებები იქ ხდება თითქმის ყოველდღიურად და აი ეს კადრები იწმინდება, ჩვენ როდესაც უყურებთ რუსულ მედიას, ანალიტიკოსებს როცა უსმენთ, ჩვენ ხედავთ რა მოთხოვნა არის რუსეთის ხელისუფლების მიმართ. რას თხოვს ხალხი? იყავით უფრო ხისტები და უფრო სწრაფად დაამთავრეთ ის ომი, რომის ახსნას ძალიან ბევრს უჭირს. მაგრამ აქ არის მეორე საკითხი, რა არის, რა დევს სასწორის მეორე მხარეს. თუ ჩვენ მივხედავთ და გადავხედავთ იმ სიტუაციას, რომ ევროპა როგორც ასეთი დღეს უკვე დემილიტარიზირებულია, პრაქტიკულად ევროპის ქვეყნებს არც ერთ ქვეყანას გარდა
პოლონეთისა ქვეითი ჯარი, ანუ ჯარის შემადგენლობა არ აყავს. საფრანგეთის ჯარი საკმაოდ მცირერიცხოვანია, გერმანიას საერთოდ საუბარი არ არის, ბრიტანეთსაც ძალიან მცირერიცხოვანი ყავს. ერთადერთი ცოცხალი ძალა, ვისაც აყავს და ფორმირებული სამხედრო თავდაცვის სამინისტრო, ეს არის პოლონეთი. და მეორე ქვეყანა, რა თქმა უნდა, მეორე ნატოში, ეს არის თურქეთი. ანუ ამ ფარვატორში მიდის ახლა რუსეთთან ბრძოლის ახალი, ასე ვთქვათ, ფრთა და ამ ახალ ფრთაში კიდე ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს არ არის ასე გადადებული და არ არის ეს საკითხი გადაწყვეტილი და კიდევ ერთი პატარა დეტალი და ეს აღარ შეგაწყენთ თავს. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ არჩევნებზე? არჩევნებისთვის ის ხალხი, რომელიც მზად არის გამოვიდეს არჩევნებზე, ხმა მისცეს, აი არჩევნებში უნდა მივიდეს მოსახლეობა და დააფიქსიროს თავისი ხმა. ეს ლეგიტიმაციას გაუზის როგორც ოპოზიციას, ასევე პოზიციას და ის რომ იქ ვიღაცა 1.5 მილიონი ბიულეტენს სტადიონზე აწევს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იქნება ის ფონი, რომელსაც შემდგომში უნდა მოყვეს, აი ჯერ არტ მომზადება რომ მიდის ტერიტორიის და შემდგომში მიდის უკვე ქვეითი ჯარები. აი დაახლოებით ეს სცენარია, მაგრამ აუცილებლად იქნება გართულება და აუცილებლად იქნება შეხლა-შემოხლა, რომ აიწიოს გრადუსი და ის ხალხის გაიყვანო ქუჩაში. ვინც დღეს არ ფიქრობს ქუჩაში გასვლას. გაამწარონ ხალხი ბოდიში ამ. კი ბატონო, ეხლა რამდენიმე წუთით შევისვენებთ, არ გადართოთ არჩი ტელეკომპანიის სეზონზე, მალე დაგიბრუნდებით. ის სიკეთეები და ბოროტებანი, რომელიც ობიექტურად თუ სუბიექტურად ვიგემეთ, რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, ისტორიის სასწორზე წონდაწონა დიდმა ილიამ და რადგან სიკეთემ გადაწონა ბოროტება 1899 წელს დაწერა პუბლიცისტური წერილი 100 წლის წინათ, რომელიც რუსის ჯარის საქართველოში პირველად შემოსვლის იუბილეს მიუძღვნა. რადგან საქართველოს უგურგვინო მეფემ მხოლოდ დადებით კონტექსტში განიხილავს 100 წლის წინათ რუსეთის ჯარის შემოსვლას, საქართველოს რუსეთის მრავალკუთხოვან ურთიერთობებსაც, რომელიც წინ უძღოდა გეორგიევსკის ტრაქტატს, ილია ჭავჭავაძე ქება დიდებითა და მატლერებით მოიხსენიებს ერთმორწმუნე რუსეთს. 11 იანვარს 1798 წელს თელავში გარდაიცვალა ღრმადმოხუცებული სახელოვანი მეფე ერეკლე. საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა მისი უფროსი შვილი გიორგი. საქართველოს დამარცხებული აღამაჰმად ხანისგან მეფე ერეკლეს სიცოცხლეშივე ჯერ კიდევ ვერ იყო გამობრუნებული. დასუსტებული საქართველოს, რომელსაც მეფე ერეკლეს სიკვდილით რკინისკარი შეეხსნა, უფრო კარგია შეექმნა და ადვილად საცილობელი გაუხდა გარს შემორტყმულ მტრებს. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი ხმალამოღებულნი თავს ადგენენ დამარცხებულს საქართველოს და მუქარას მუქარაზე უთვლიდნენ. ერთსაც და მეორესაც სურდათ საქართველოს უხმლით არა მფარველობის სახით მაინც ხელთ ეგდოთ, თავისი საკუთარი ჯარები შიგ ჩაეყენებინათ და მაგრად მოეკიდათ ფეხი. გაძლიერება რუსეთისა, რომელმაც მაშინ საქართველოს საზღვრამდე მოაღწია, ჩრდილოეთის მხრით ერთსაც თავზარსას სცემდა და მეორესაც. ფეხის შემოდგმა რუსეთისა საქართველოში და მათი აბრუსგატეხა და თითქმის დაქვეითება დასავლეთ და მცირე აზიაში ერთი იყო. რუსეთისგან შიშს ეს ორი სახელმწიფო ერთად უნდა ემოქმედებინა, მაგრამ ასე არ მოუხდათ. სპარსეთს უნდოდა მარტო სჭეროდა საქართველო. ჯერ ვითარცა კარი რუსეთიდან აზიაში შემოსვლისათვის დასაკეტი და მერმერ ვითარცა გზა ოსმალეთის შესალახვრელი. ამასავე ლამობდა ოსმალეთი. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი ეტანებოდნენ ჩვენს ქვეყანასა, მაგრამ საქართველო ასე თუ ისე როგორც იყო იგერიებდა, ერთსაც და მეორესაც და არც ერთს არ ნებდებოდა. ამ ტანჯვა წამებით მოაღწია ამ პატარა ქვეყანამ, ამ ერთმა მუჭმა ერმა მე-18 საუკუნის დასასრულამდე, როცა გაძლიერებულმა რუსეთმა ფეხი მოაბიჯა ჩრდილო კავკასიის მთებს და წამებულმა საქართველომ რუსეთისკენ მიიხედა. და გული მიიბრუნა, მაშინ უფრო გაუმძვინვარდნენ მტრები და ნამეტნავა სპარსეთი. აღამაჰმად ხანის მოსევა და თავდასხმა 1795 წელს რუსეთთან საუბრის გამართვამ გამოიწვია და ოსმალოც ამ მიზეზმავე თავს წამოგვაყენა. ლეკნიც კი გაუთამამდნენ უღონოდ გმნილს მეფეს და ახალციხის ფაშის წაქეზებით ხანაკ იკლებდნენ ქვეყანას ხანიკ. გარდა ამისა, მეფის სახლობაშიც ყველაფერი აწაწილი და აშლილი იყო. ამ საქმეს საჩქარება უნდოდა. ღვთისმოსავმა და ღვთისმოყვარე მეფე გიორგიმ რა თქმა უნდა ერთმორწმუნე რუსეთი ირჩია. ამას ეუბნებოდა წინაპართა ანდერძიცა, რადგან მის და მეფობის წინათაც, ჯერ კიდევ 1576 წლითგან, საქართველოს მეფენი ბევრჯერ გამოლაპარაკებიან რუსეთს და მისგან ხელშეწყობას და ხელის გამართვას მოჰლოდებიან. ქრისტეს ჯვარისთვის ჯვარცმულერს მეფემ ქრისტეს ჯვარისვე მოსავიერი მოიწვია, საშველად და მფარველად. მეფე გიორგიმ 1798 წელს თხოვდა იმპერატორს, პავლეს 3000 რუს ჯარისკაცს, შეჭურვილს
სათანადო იარაღით და ყოველი სამხედრო კუთვნილებითა. იმპერატორმა პავლემ მოისმინა რა გაჭირვება მეფე გიორგისა და საქართველოსი და იუწყარა ახალი მუქარა სპარსეთისა, აწიოკება ქვეყნისა ოსმალეთისა და ლექთა თარეშისგან. სწრაფლ შეუდგა, რომ მეფე გიორგის გადაწყვეტილი პასუხი მისცეს. კავალენსკის გამოატანა იმპერატორმა პავლემ დამამტკიცებელი გრამოტა მეფე გიორგის სახელზე. ამასთან იმპერატორმა პავლემ გამოატანა კავალენსკის სამეფო სამკლაულები და სამეფო ნიშნები, ოქროს სამეფო გვირგვინი, შიგა და შიგ ძვირფასი თვლებით შემკული, თეთრი დროშა ორთავიანი არწუვითა, შუაგულში რუსეთის გერბი ჰქონდა, სამეფო ტახტი შვინდისფერი ხავერდით გადაკრული, ბრტყელი ოქრომკერდის არშიებითა და ოქრომკერდისვე დიდრონ ფოჩიებით მორთული და ამასთანავე სამი ბალეში. შუაგული ტახტისა ეჭირა საქართველოს გერბსა და აქეთ-იქიდან რუსეთის გერბებს. სამი ორდენი, ალმასებით შემკული. ყოველ ამას გარდა იმპერატორმა პავლემ გამოუგზავნა კავალენსკის ხელითვე ძვირფასი ნივთები მეფის ოჯახს. დასასრულ 19 ოქტომბერს 1799 წელს კნორინგმა ინახულა პოლკი. კმაყოფილი დარჩა და მეორეს დღისთვის ბრძანება მისცა. გასულიყო თერგსა და გზას შესდგომოდა. მეორე დღეს ბრძანებისაებრ პოლკი თავის ადგილიდან დაიძრა. გამოვიდა თერგს და წამოვიდა ტბილისისაკენ. დიდი წვალება გამოიარა რუსის ჯარმა, რაკი კავკასიის მთებში შემოდგა ფეხი. ვიწრო აღმართდაღმართები, თოვლი და ყინვა, გაფუჭებული გზები და ზოგან სურსათის ნაკლებობა გახლდათ. ზარბაზნები და სხვა артиლერიის კუთვნილებანი ხელდა-ხელ და ზურგით გადმოჰქონდათ ჯარისკაცებს, რადგანაც სხვანაირად ვერ ახერხდებოდა. როგორც იყო, ჯარმა ყოვლის დაბრკოლება სძლია. თბილისი დიდი სყოფით მოიკაზმა და მოირთო ჯარის დასახვედრად და მისაღებად. მთელი ქალაქი აიშალა და გარეთ უბანსა და ვერაზეთ გადავიდა და აქ ელოდებოდა ჯარის მოსვლას. მეფე გიორგი თვითონ წამოუძღვა ჯარს და შემოიყვანა თბილისში. ზარბაზნების სროლა, ზარების რეკა ამ დღესასწაულს აძლიერებდა და სიხარულის კიჟინა ერისა, მოძრაობა და თვითცრემლნი, ნამეტნავად დედაკაცობისა, აგვირგვინებდა იმ ტკბილად საგონებელ სურათსა და უტყუარ ერთგულებას ჩვენ დამიერისას. მეფემ შემოსვლის მეორე დღესვე ჯარს გაუგზავნა 5 საპალნემდე ღვინო და 800 ცალი ხმელი თევზი. გარდა ამისა, რასაც სულუფად განწესებული იყო. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშითა და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის კარიდან დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ბრდა. სიხარულმა ხსნისამ ნუგეშისამ დიდი ხანია საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე აღარ ენახა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. ის დღეა და ეს დღე. ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და מחვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს კვლავ სასოება გაღვიძებული მეფე და ერი გულწრფელად მიენდა თავის მომავალსა დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშით ბრთა შესხმული. ნუ დაეცემი, სურს ნუ იტანჯავ. დანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ისწავლის სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიდეხ, გწამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალოდ ღელვა და შიში, განავერად ყოფ რომ არ გიხდება. ნუ შიშობ, უფლის სიწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება. როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება, მაშინ მოუხმე თვითშთაგონებას, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. რომც დაგარწმუნონ შენი ღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითვლება, წმენას მოუხმე და შენი ხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ უცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება, ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც სიმეც საზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება. როცა ამ ნიჭს თვლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როცა ირწმუნებს სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსნი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის იქნება, როგორ იქნება, როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მე ცოდვები და უფიქრცი სრულიად საქართველოს პატრიარქი
მიყავს შენდობას ყოველი ჩემი შესვენებისა მე შევწმობს რომ უფალმა გადმოხედა საქართველოს თავისი მოწყალეთ მომენტ ალბათ მინოსამ ძიმე ჟვრით რათა გავაგრძელოთ გზა უფლისა ჩემი მოპატიეთ ჩემს ერთმანეთს შეგინდოთ უბრალოდ დაუყარეს ვაგრძელებთ მაუწყებლობას ზურფასო ტელემაყურებლებო ჩვენ საუბრობთ მომავალ არჩევნებზე რომელიც კარს მოგვადგა უკვე რამდენიმე დღეშიღა იქნება 4 ოქტომბერი ბატონი მიხეილ ჟნენტი სოლიდარობა მშვიდობისათვის თავმჯდომარეა და ბატონ მიხეილთან ერთად ჩვენ საუბრობთ იმ ასევე მოსალოდნელ საფრთხეებზე ჩვენ იცით ფაქტობრივად მოსახლეობაც დაიღალა უკვე იმიტომ რომ ყველა არჩევნები საქართველოში აღიქვება გადატრიალების მცდელობად. არჩევნები ყველა ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში არის ხალხის ნების გამოვლინება, ვის აირჩევს ესა თუ ის ქვეყანა. ჩვენთან ყველა არჩევნები არის დაკავშირებული იმასთან, მოხდება თუ არა სახელმწიფო გადატრიალება. ყველა არჩევნები ასე არის. ეს არის რაღაც არანორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მე დიდი ხანი ამაზე ვსაუბრობ. არც ერთ ქვეყანაში 30 წელია ცენტრალურ ქუჩაზე არ დარბიან და ჯოს და მიტინგებს არ ატარებენ. არ ვიცი რა დაგწყევლა ასეთი ვინმე რა მეტეორი დაგვეცა თავზე რომ არ ვიცი რა საშინელება გვიტრიალებს ამ ქვეყანაზე რომ ესე იგი ვერ გამოვედით ამ მოჯადოებული წრიდან. ფული მთავარი მამოძრავებელი ძალა ყველა გადატრიალების ეს იყო ჩაანაცვლო ყოფილი ხელისუფლება, მერე ის გაპარსო, ჩასვა ციხეში, წაართვა ფული და ამ ფულია მთავარი. ანუ მამონა 90-იანი წლებიდან მამონას შეაჩვიეს. აი რატო რითი გაათახსირეს ეს კატეგორია ხალხის დასავლეთმა კურატორებმა. შეაჩვიეს ისეთ ფულს, რომელსაც არ შრომა ჭირდება, არც დიდი განათლება ჭირდება, არც ენერგიის დახარჯვა ჭირდება. უბრალოდ უნდა იდგე ქუჩაში, იძახო ჯო, დარბოდე პირველყოფილი ნეანდერტალელებით, კომბლებით და ამაში ყოველდღიურად მათ უხდიან ფულს. ანუ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც იღებს ამ პოლიტიკურ ქმედებებში მონაწილეობას, არის დამოკიდებული ფინანსებზე და რა თქმა უნდა ცხოველური შიში ხელისუფლების დაკარგვის. მე ძალიან კარგად მახსოვს, აი რატო აი ერთ მაგალითს მოვიყვან. რატო მოხდა კომუნისტების დროს გადაბარება ხელისუფლების ეროვნული მოძრაობისთვის და აქ ვინმე არ მითხრას რომ კომუნისტებმა არ გადააბარეს რაიკომის მდივნები თავის თანამშრომლებს მოუწოდებდნენ რგვალმაგიდას მიეცით ხმაო ჩვენ გვაქვს ამოცანა რომ წინა პერიოდისგან გამომდინარე არ უნდა ეშინოდეს წინა ხელისუფლებას არ უნდა ეშინოდეს მომავალი ხელისუფლების თუ ხელისუფლებას ეშინია ცვლილების, იმიტომ რომ ახალი ხელისუფლება, რომელიც მოვა, მასზე დაიწყებს ანგარიშწორებას, ეს ყოველთვის იქნება დაძაბულობის წყარო. ეს ბუნებრივი ამას ვერ გავექცევით. ამიტომ თუ კაუნის ფარგლებში მოვექცევით, კაუნის ფარგლებში უნდა მოექცეს მთელი ქვეყანა. სისტემა შესაძლებელია, ქვეყანამ უნდა იცოდეს, რომ ადამიანი, რომელიც არის თანამდებობაზე, ის თუ პატიოსნად იმუშავებს, ის დიდი ხანი იქნება იქ. კადრები გაიზრდება, მე ძალიან იშვიათად შემხედრია იმ პერიოდში კომუნისტების დროს ეძახიან იყო ხალხი რომელიც 20 წელს რომ მივიდოდა ან 22 წელს სამინისტროში 70 წელს მიდიოდა პენსიაში სამინისტროს დავანებო თავი ნებისმიერ სტრუქტურაში ადამიანი იზრდებოდა და იღებდა კვალიფიკაციას ბოლო 30 წელიწადში რა ხდება ვიღაცის ბიძა დანიშნეს მინისტრის მოადგილედ მიიყვანეს თავის ნათესავი ახლობელი მიიყვანა მე ეს ბიძა მოხსნეს
გადაიყვანეს აბსოლუტურად სხვა პროფილი სამინისტროში ან უწყებაში, მოკიდა ამ თავის ნათესავებს ხელი, გადაიყვანა იქ. მერე იქიდანაც განათავისუფლეს, გადაიყვანეს სხვა სტრუქტურაში. მოკიდა ხელი, წაიყვანა. ანუ პროფესიონალების და პროფესიონალიზმის ფორმირება ისეთ ქვეყანაში ეს მარტო ჩვენი სენი არ არის. ეს არის პატარა ქვეყნების, პოსტსაბჭოური ქვეყნების სენი და აი ახლა ბატონო მიხეილ, აი თქვენ გიკვირთ რომ ახალგაზრდები რატო სწოდავენო, მაგრამ ასაკოვანი ჭარმაგი ადამიანები, რომლებსაც წესით გამოცდილება უნდა გქონდეთ, ისეთ სისულელეებს აკეთებენ. ახალგაზრდებს რა უნდა მოთხოვო პასუხი? აი გია ხუხაშვილი წერს. ერეკლე მეორის ძეგლის დადგმა რუსეთთან ტრაქტატი 2-ზე ხელმოწერის შემზადებაა. ესე იგი, აი ამ კაცს იქნება რაღაცა ცოტა შემოწმება განვახორციელოთ ამ კაცის საერთოდ რაღაც მონაცემების. თურმე ერეკლე მეფე საქართველოში არ უნდა ვახსენოთ, ძეგლი არ უნდა დადგეს. ეხლა ამათ რომ მიეცეს უფლებას შვეთიცხოვლიდან ამოიღებენ ერეკლე მეფის იმ რა ქვია ძლებს და გადაყრიან ესენი, იმიტომ რომ ამათ ორგანულად ეზიზღებათ ყველაფერი ის, რაც რაღაცა კავშირშია რუსეთთან. ამიტომაც უტევენ მართლმადიდებლობასაც ხალხო, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა არის ის რელიგია, რომელიც აქვს რუსეთსაც და ანუ რაღაცა კავშირი თუ არის რამე ბმა რუსეთთან, ყველაფერი უნდა ჩაიჭრას. ჩაიჭრას ჩვენი მეფეები, ჩაიჭრას ჩვენი ეკლესია, რომელიც კავშირშია, იმიტომ რომ ორივე მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ. ჩაიჭრას უნდა ასევე რუსული ენა, რუსული ხელოვნება, გახსოვთ ალბათ, ესე იგი შეიქმნა საავტორო უფლებათა ასოციაცია იყო საქართველოში, რომელსაც გამოყავდა მომღერლები და ალაპარაკებდნენ იმას, რომ არ შეართო მუსიკა რუსულად, არ იმღერო რუსულად და გამოდიოდნენ სხვათა შორის ისეთი ადამიანები, მთელი ცხოვრება რომ რუსეთში მღეროდნენ, ეს აი ესეთი ანსამბლები იყო, რომლებსაც მთელი ცხოვრება იქ აქვთ გატარებული. აი ფსიქიკური აშლილობის რაღაცა უმაღლესი მწვერვალი ამ ქვეყანაში. და თქვენ გნებავთ რომ ერეკლე საპატრიარქომ აღემასქრას წმინდანად ეხლა საპატრიარქომ თუ ბოდიში გუშინ მაგაზე საუბრობ. მაგრამ საპატრიარქო თუ ყურს უგდებს ნაციონალები რა სიტყვიან, მაშინ ჩვენ არ ქონია კარგად საქმე იქ. ზეწოლა, აი უკვე არა ზეწოლა ბატონო მიხეილ, ზეწოლა იმაზეც იყო რომ მაგალითად იმ მატრონას ხატი რო შეაბრძანეს სამებაში, იმ საღებავით შეასხეს. ეხლა ამათ მაგალითად იქ სერაფიმ საროველის რა ქვია ხატიც არ უნდა იყოს. ეხლა ჩვენ თუ მტრების ჭკუაზე ვიარეთ, მაშინ უარი უნდა თქვა საერთოდ ქრისტიანობაზე. ეს არ არის გამართლება. საპატრიარქო თუ იმიტომ არ შერაცხავს წმინდანად ერეკლე მეფეს რომ ვიღაცა რაღაცას იტყვის, რომ მაშინ ეხლა ბოდიში და კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. კარგად აი ახლა მაგალითად იქ ნეველის ეკლესიაში პლეხანოვზე არის ასევე ჩემი აზრით უდიდესი წმენდანი, რომელიც ჯერ წმინდანად არ არის შერაცხული. დაკრძალული რომელიც არის? კი ბატონო. მამა ვიტალი სიდორენკოზე მაქვს საუბარი. მამა ვიტალი სიდორენკო რომის საფლავთან არაერთი სასწაულებლის თვითხილველი პირადად მეც ვარ და უამრავი ადამიანი. და იმიტომ ვერ ხერხდება ამისი წმინდანად შერაცხვა, რომ აი ესეთი ფონი არის. აი რაზეა საერთოდ საუბარი. მაგრამ ამაზე მუშაობა იმ საპატრიარქოს უნივერსიტეტის კედლებშიც უნდა დაიწყოს, ამხელა უნივერსიტეტი რო აქვს წმინდა ანდრია პირველწოდებულის. უნდა დაიწყოს ჩვენ უნივერსიტეტის კედლებშიც ასევე. იმიტომ რომ ანტირუსული განწყობების გაღვივება არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ღვევის დასაწყისი, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ჩვენ ამ ქვეყანასთან თუ არ გვექნება ურთიერთობა, ქვეყანა მოირყევა. და ამაზე არავინ არ საუბრობს ჩვენს გარდა, მეგობრებო. იმიტომ რომ ლაჩრები არიან და შიშრები არიან ისტორიკოსები, ის მეცნიერები, რომლებიც ვერ ბედავენ ხმის ამოღებას, რომლებიც მთელი ცხოვრება ბინები, პრივილეგიები აქვს მიღებული. პირადად მე ამ რუსეთთან არაფერი არ მიმიღია. გარდა იმისა, რომ ბოდიში და თავდასხმები ხორციელდება მარტო იმის გამო, რომ მე ვიძახი რუსეთთან ურთიერთობა გქონდესო. აი ეს არის პრობლემა. სადახარ თქვენ კაი ხალხო, ამოიღეთ ხმა რაღაცა ქვით. მეფეს შეურაცხყოფენ, მართლმადიდებლობას შეურაცხყოფენ, ყველაფერს შეურაცხყოფენ, შვილები წესეთები გეზდებათ, ხო ხედავთ რა. ცალიფეხი სამარეში გაქვთ, ისე რა მნიშვნელობა აქვს, ეხლა ისი გეშინიათ, ვერ ხვდები რა. აი ეს არის საგანგაშო რა. საგანგაშო და მოსალოდნელი იყო. აი ბოლო აწლეულებმა ჩამოაყალიბა ეს მენტალობა, რომ შენ თუ რუსეთზე რამეს იტყვი, შენ აი რაღაცა პუშკინი წაიკითხე, პუშკინის ძეგლის მოხსნა უნდათ, არ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ?
სააკაშვილის უნდა და პუშკინის ძეგლის მოხსნა საერთოდ იყო დავალებაც იყო მიცემული რომ ისე მოიპარეთო ვითომ გოგოლის ძეგლი იდგა ალექსანდროვის ბაღში გოგოლის ბიუსტი იდგა უпроსტად გაქრა ის ბიუსტი და ისიც ის გას ახლა სოფჩაკის ანუ ის რაზეც შენ ვერ არაგე პასუხს და გეშინია საზოგადოებრივი აზრის და სიმართლეს არ ამბობ ყოველთვის იქნები დაჩაგრული ყოველთვის იქნებით იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდით ახლა როცა ბანმიკოლოს თქვენი თქმის არ იყოს რუსეთზე ხმის ამოღება გეშინია და იცი შინაგანად იცი და ჩუმად მეუბნები მიშა მე შენ კი ხაზ გიჭერ მაგრამ ამას როგორ ვიტყვი აი სანამ ეს არ მორჩება მანამდე ვიქნებით აი ესე როგორც შეკრულ წრეში აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონი მიხეილ ჟღენტი სოლიდარობა მშვიდობისათვის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და მე ამით მინდა დაგემშვიდობო ზირფოს ტელემაყურებლებო ხვალ შევხვდებით ერთმანეთს ტრადიციულად საღამოს 9 საათზე კარგად ბრძანდებოდეთ